მე ხო პირდაპირ კი ვერ ვრეკაო, ჩემ მეგობარი არის საზღვარზე. იმას დავრეკე და იმამ მესამე ტელეფონი დარეკა ჩემ ბიზაშვილთან. ჩემ მეუღლეს დავრეკე. ყველასთან ველაპარაკე და ჩემ ბიზაშვილთან ესე მითხრა რომ კი შეშინებული იყო და ამბობდა სულ სახში ვარ და არახსას ვარ და ხო გზა არ მაგრო, გარეთ ვერ გავდივარ. და დაახლოებით 20-30 კაცი ქართველი მარტო დაიღუპა, დახრიტეს. და სამი ის ქართველები რომელიცაგან მე ვიცნობ. სალონი ქონდა ჩემ ქუჩა, სადაც 31 წელი მე ვიყავი ირანში. იქ სალონი ქონდა. რაღაც ხო მეზობელის, ხო ვიცნობდი რა. პატარა ქალაქია და ეხლა დიდი ქალაქებში რა ხდება? ღმერთი იცის, არ ვინ არის რა ხდება. და პირდაპირ ესე მითხრა რომ ხო 30 აიღუპა, სოდვარი ხალხი. ირანელებს ეს იცოდე რომ არც ერთს არ უნდა მუსულმანობა, ანუ ესლამური არ უნდა და თავისუფლება უნდა. რა დიქტატორი არ უნდა. თავით მეფე უნდათ, მეფე რო დაბრუნდეს ქვეყანაში და იმედია რომ ხალხმა გაიმარჯვოს რა. ესე ყველას ესე უნდა. და ესეც გითხრა რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ აიღურეთ დაახლოებით 20% არის ირანში მუსულმანი, ხო? შეიძლება მეტიც იყოს, მაგრამ არც ერთ ქვეყანამ მუსულმანები, არაბები, არც ერთმა ხალხის ხარე არ დაიჭირა. არც ერთმა. ირანის ხალხი არიან მარტო. და აი ესე მინდა ვთქო რომ მინდა რომ იცოდეთ რა, არმი ხალხის გვერდში არ არის.